კონცენტრაცია. კონცენტრაცია არის გონების დაძაბვა გარკვეულ სურვილზე, სანამ არ იქნება გამომუშავებული და წარმატებით გამოყენებული ამ სურვილის რეალიზაციის ხერხები და საშუალებები. გარკვეულ სურვილზე გონების დაძაბვის განხორციელება ორი კანონის საფუძველზე ხდება. პირველი თვითშთა გონების კანონი და მეორე ჩვეულების კანონი. ჩვეულება ის აზრთა ბილიკია, რომლითაც რაღაც დროის განმავლობაში მიაბიჯებენ ჩვენი ზრახვები და ყოველთვის, როცა ჩვენ მასზე გავდივართ, ბილიკი სულ უფრო დატკეპნილი და ფართო ხდება და ნურასოდეს ნუ დაგავიწყდებათ. ძველ ჩვეულებებზე გამარჯვების საუკეთესო ხერხია ახლით უფრო უმჯობესით მისი შეცვლა. შექმენით ახალი აზრითი ბილიკები, იარეთ მათზე და ძველი სულ მალე ნაკლებად შესამჩნევი გახდება. ახალი ჩვეულების ფორმირების დასაწყისში თქვენ მოქმედებაში ნათელი ძალა და ენთუზიაზმი ჩადეთ. შეიგრძენით ის, რაც გინდათ. გახსოვდეთ, რომ თქვენ აკეთებთ პირველ ნაბიჯებს ახალი აზრითი ბილიკის შესაქმნელად, რომ დასაწყისში ეს გაცილებით უფრო ძნელი იქნება, ვიდრე მოგვიანებით. რაც შეიძლება ხშირად იარეთ ახალი ბილიკით, შექმენით ამის შესაძლებლობები. არ დაელოდოთ, რომ ისინი შემთხვევით ამ ბედისნებით გაჩნდებიან. წინააღმდეგობა გაუწიეთ ძველი, მსუბუქი ბილიკებით გავლის ცდუნებას, რომლებსაც თქვენ წარსულში იყენებდით. ცდუნების დაძლევის ყოველ ჯერზე თქვენ უფრო ძლიერი ხდებით და შემდგომში ამის გაკეთება უფრო გაგიადვილდებათ. აქ მართებული იქნება იმ მეთოდის აღწერა, რომლის მეშვეობითაც თქვენ შეძლებთ კონცენტრაციის თემასთან პირდაპირ თუ ირიბად დაკავშირებული პრინციპების გამოყენებას. უწოდოთ ამ მეთოდს ჯადოსნური გასაღები წარმატებისკენ. თქვენ მეკითხებით, რა ჯადოსნური გასაღებია ეს? და მე ერთი სიტყვით გპასუხობთ: კონცენტრაცია. კონცენტრაცია არის ჩვეულებისა და პრაქტიკის მეშვეობით გონების ერთი და იმავე ასპექტზე დაძაბვის უნარი მანამ, სანამ თქვენ ამომწურავად არ გაეცნობით და არ დაეუფლებით მას. კონცენტრაცია ნიშნავს ყურადღების კონტროლირებას და გარკვეულ პრობლემებზე მისი ფოკუსირების უნარს, სანამ ეს პრობლემა არ იქნება გადაწყვეტილი. დაუშვათ თქვენ გინდათ გახდეთ წარმატებული მწერალი ან ნიჭიერი ფინანსისტი ან ცნობილი ორატორი. ახლა, როდესაც თქვენ გჭირდებათ ყურადღების მოკრება, მოიქეცით ასე. წარმოიდგინეთ თქვენი თავი 1, 3 ან 5 წლის შემდეგ თქვენი დროის პოპულარულ ან გავლენიან ორატორად. წარმოიდგინეთ შესაბამისი შემოსავალი. წარმოსახვის მეშვეობით დახატეთ თქვენი სახლი, რომელიც თქვენ იყიდეთ ლექციებიდან მიღებული შემოსავლით. წარმოიდგინეთ თქვენი თავი სოლიდური საბანკო ანგარიშის მფლობელად. თქვენი წარმოსახვის ძალის მეშვეობით გარკვევით დახატეთ ეს სურათი და თქვენ დაინახავთ ის მოულოდნელად დაიწყეთ თქვენი სანუკვარი სურვილის მშვენიერ გამოსახულებად გარდაქმნას. გამოიყენეთ თქვენი სურვილი როგორც კონცენტრაციის მთავარი ობიექტი და ნახავთ რა გამოვა. ახლა თქვენ ფლობთ ჯადოსნური გასაღების საიდუმლოს. დაივიწყეთ თქვენი შეცდომები და წარუმატებლობები. შეწყვიტეთ ცხოვრება წარსულით. ნუ თუ თქვენ არ იცით, რომ თქვენი გუშინ არასოდეს დაბრუნდება. ყველაფერი თავიდან დაიწყეთ და მომდევნო 5 თუ 10 წელი გახდეს იმ წარმატების ისტორია, რომელიც თქვენს ყველაზე ამაღლებულ სწრაფვებს დააკმაყოფილებს. თქვენ შეძლებთ ამის გაკეთებას, თუ დაიჯერებთ, რომ შეძლებთ. კონცენტრაციის ძალის გაგებით თქვენ გაიგებთ აგრეთვე განსაზღვრული მთავარი მიზნის, როგორც მუდმივი წარმატების მიღწევისაკენ პირველი ნაბიჯის არჩევის მიზეზს. დაიმახსოვრეს თქვენი განსაზღვრული მთავარი მიზნის ფორმულირება ისე, რომ შეიძლებოდეს მისი გამეორება ჩანაწერში ჩაუხედავად. შემდეგ აქციეთ თქვენს ჩვეულებად სულ ცოტა დღეში 2 ჯერ, მასზე თქვენი ყურადღების შემოკრება შემდეგნაირად. განმარტოვდით რომელიმე წყნარ ადგილას, სადაც თქვენ არ შეგაწუხებენ. დაჯექით და მთლიანად მოადუნეთ ტვინი და სხეული. შემდეგ დახუჭეთ თვალები და თითებით დაიცავით ყურები. ასეთ მდგომარეობაში გაიმეორეთ ცხოვრებაში თქვენი განსაზღვრული მთავარი მიზნის ფორმულირება და ამ დროს წარმოსახვაში დახატეთ ყოველივე სასურველის ფლობის სურათი.
თუ თქვენი მიზნის ნაწილი სიმდიდრის ქონაა, ხოლო ეს უეჭველად ასეა, თქვენ უნდა დაინახოთ თქვენი თავი ამ სიმდიდრის მფლობელად. თუ თქვენი განსაზღვრული მიზნის ნაწილს გავლენია და ცნობილ საჯარო ორატორად ყოფნა შეადგენს, თქვენ უნდა დაინახოთ თქვენი თავი უზარმაზარი აუდიტორიის წინაშე და ამ სწრეთა ემოციებზე ისეთ მოთამაშეთ, როგორც ვიოლინოზე მოთამაშე დაოსტატებული მუსიკოსი. ისწავლეთ ყურადღების შემოკრება მოცემულ ობიექტზე მოცემულ დროს და თქვენ გაიგებთ საიდუმლო გასასვლელს უსაზღვრო ცოდნისაკენ. სწორედ ეს არის კონცენტრაცია.